ნუ ახლა ჩვენ ხო თვალს ვადევნებთ ხშირად ესე თქვათ გადაადგილებებს, ცვლილებებს. ეხლა უბრალოდ ხდება რაღაც გარკვეული ესე თქვათ კანონზომიერების კუთხით ხდება ის, რომ ადამიანები, რომლებიც ასოცირებული იყვნენ პარტია ქართული ოცნების ღრმა წარსულთან დაუშვათ, აი 2012 წლის შემდეგ გარკვეულ ესე თქვათ გუნდთან მათ სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ თავად პარტიის შიგნითაც ძველი არ ვიცი გუნდის წევრები თუ ჯარისკაცები რომლებიც წლებია მოყვებიან ქართულ ოცნებას რაღაცნაირად ისეთი კანონზომიერება ჩამოყალიბდა რომ ეს ადამიანები ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ პოლიტიკას და სხვათა შორის ხშირად მეორდება ხოლმე ის მიზეზი რასაც ისინი ფორმალურად ასახელებენ ნუ ჩვენ ამ ფასადურ გარკვეულ ცვლილებებს რომლებიც რაღაცა სხვადასხვა გავლენის ჯგუფების თუ კლანების სხვადასხვა დროს ისე ვთქვათ მათ პოზიციების სიძლიერე შეიძლება უკავშირდებოდეს უნდა შევხედოთ არა ესე რაღაც მხოლოდ ზედაპირულად არამედ რას ტოვებს მაგალითად გომელაური როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი რას უტოვებს სახელმწიფოს აი ახალმა მინისტრმა ბრძანა რომ თურმე მან ბევრი გააკეთა ამ სისტემის რეფორმირებისათვის სინამდვილეში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ რასაც უყურებთ ქვეყანაში უკიდურესად გაზრდილია კრიმინალის დონე დღე არ გავა არ გავიგოთ უბრალოდ სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ ტერიტორიაზე უმძიმესი დანაშაულების შესახებ რომლებიც აქამდე პრაქტიკულად ესეთი მასშტაბით არ ხდებოდა დღე არ გავა ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანმა რომ არ ვიგრძნოთ ქვეყანაში არსებული ნარკომანიის პრობლემა რომელიც კატასტროფულად გაზრდილია და პრაქტიკულად ანადგურებს ამ ქვეყნის ახალგაზრდობას და გენოფონდს დღე არ გავა რომ არ ადამიანებზე ძალადობის ფაქტი არ გავიგოთ მათ შორის მომიტინგეებზე და აღარ ვსაუბრობ იმ მუზარმაზარ ძალადობაზე რომელიც სწორედ გომელაურის თაოსნობით ამ სამინისტრომ მოუწყო საქართველოს მოქალაქეებს ერთი არასტოვებს ვახტანგ გომელაური თუმცა მე მაინც მინდა დაუბრუნდეთ საკითხს და კითხვას რომელიც შეეხება იმას რატომ ასეთი მოხშირებული და ასეთი გახშირებული საკადრო ცვლილებები სახელმწიფო ვერტიკალში აი თვითონ ირაკლი კობახიძის განცხადებას გადავხედოთ შეფასებას რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ვახტანგ გომელაურთან მიმართებაში ჯერეთი კობახიძე ამბობს რომ გომელაურმა თავად მიიღო გადაწყვეტილება რაც იყო გულდასაწყვეტი თუმცა გაგებით მოეკიდა ამავე დროს კობახიძის შეფასებით ვახტანგ გომელაურმა წლების განმავლობაში მაღალ პროფესიონალურად ასრულებდა მოვალეობას მეტიც კობახიძემ თქვა რომ გომელაურს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბოლო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი 4 რევოლუციის აღკვეთაში აი თუ კი მართლაც ასეთი ეფექტური იყო და მოსალოდნელი რევოლუციების აღკვეთა შეეძლო ისევ და ისევ ისმის კითხვა რატომ ასეთი ცვლილება, რატომ საკადრო ცვლილება შესაძლოა ჩვენ შეიძლება გვინდოდეს და ვცდილობდეთ რომ რაღაცნაირად ჩავძვრეთ აი ამ გადაწყვეტილების წიაღსვლებში, მაგრამ ესეთი გადაწყვეტილებები ჩვენ ადრეც გვინახავს. ამიტომ მოდით, ნუ მივყვებით იმ პროპაგანდის ხაზებს, რა პროპაგანდის ხაზებსაც ვცდილობდა აი ამ პატარა სამწამიანი გამოსვლით, ცოტა უტრირებამ შემთხვევაში ხანგრძლივობასთან მიმართებით კობახიძეს გაიტარებინა, ხო? აი გამოდის ადამიანი და ამბობთ, მინისტრების ცვლილებასაც კი საკუთარი პროპაგანდისტული და პარტიის პროპაგანდისტული მიზნების იყენებს. ახლა ჩვენ 4 რევოლუცია, ერთ-ერთი რაც გააკეთა ამ ადამიანმა, გააკეთა ის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებს დალეწა, საკუთარ პოლიციელებს აცებინა, ჟურნალისტებს თავდასხმა მოაწყო, შექმნა ისეთ ფენომენი, როგორც არის ხარება, ხარაძიშვილი, შექმნა ისეთ ფენომენი, როგორც არის მოძალადე პოლიცია, დაანგრია საერთოდ პოლიციის რეპუტაცია და მთელი რესურსები მიმართა იმაზე, რომ ეს სისტემა გამხდარიყო ძალადობრივი. და დღეს ეს ადამიანი, რომელიც სანქცირებულია საერთაშორისო, რომელიც უმძიმეს საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში შეყვანილი, ისე მიდის თანამდებობიდან, მე სულ არ მაინტერესებს ლელა ის თავის გადაწყვეტილებით წავიდა თუ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გაუშვა თავისი სამსახურიდან. ფაქტი ის არის, რომ დღეს ისე მიდის ეს ადამიანი სახლში, ისე მიდის თავის ესე ვთქვათ, რაღაც პერსონალური პირადი მიზნების მისახედად, როგორც მას დავესესხოთ თუგნება, რომ ჩვენ წარმოდგენა არ აქვს საქართველოს მოქალაქეებს რამხელა კორუფციული ფული შეიძლება მას მიქონდეს, დეკლარაციებიც კი ხელმისაწვდომი აღარ არის საქართველოს საზოგადოებისთვის, დეკლარაციები, რომელზეც 5 წელს გაზრდას ვითხოვდით და დღეს საერთოდ ხელმისაწვდომობაც კი მოგვისპეს, აღარც გაჩვენებენ, ისიც კი არ ვიცით ამ ადამიანს საერთოდ რა ფული მიაქვს და როგორ მიდის, ხო? გარდა იმისა, რადგან შეიძლება
ზოგადად სისტემაში არსებული დაბუდებული კორუფციით შეიძლება ვიმსჯელოთ. ხომ აი რა დაუტოვა ამ ქვეყანას ამ ადამიანმა რომელიც მიდის, რატომ მიდის, ვინ გაუშვა სამსახურიდან და ამ შემდეგ ეს მეორე ხარისხოვანი ეს პირველად არ გვინახავს და საქართველოს მოქალაქეებს ეს პირველად არ უნახავს. ხო ეს ბევრი წელი ამ ქვეყანაში ესე ხდება. ეს მიზეზები აუცილებლად გამოჟღავდება დღეს იქნება თუ ხვალ იქნება ხამაზე მიმარჩიელოთ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ მაგრამ ბატონბეკ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ლელა იმ პრობლემებზე რომელიც დატოვა ვახტანგ გომელაურის გადადგომაზე არამედ საკადრო ცვლილებებზე რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო აი გომელაურამდე თანამდებობა დატოვა მაგალითად სუსის უფროსმა გრიგორ ლილუაშვილმა რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად მოიაზრებოდა ეს რამდენად ნიშნავს შესაბამისად იმას რომ აი ივანიშვილი ასე ვთქვათ კარგავს კონტროლს თელს ძალოვან სისტემაზე. ლილუაშვილს, გომელაურს კიდევ ერთხელ სწორედ ივანიშვილის მარჯვენა ხელს უწოდებენ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ ელევა მაშინ ივანიშვილი მისი გარემოცვის ყველა სანდო წევრს? ეს როგორ შეიძლება იყოს მხოლოდ ფასადური ცვლილება? მესმის, ეს არის ძალიან ღრმა ინტერპრეტაცია, ესე ვთქვათ, იმ პროცესების რაც ხდება. ივანიშვილი ელევა ამ ადამიანებს, თუ ივანიშვილი ამ ადამიანებს სპეციალურად იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან ძალადობასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან მისი პერსონალური ინტერესების არასათანადოდ დაცვასთან და უზრუნველყოფასთან, ხო? აი ეს შეეხება მაგალითად ლილუაშვილის შემთხვევა ახსენებთ თქვენ და ეხლა ეს ჩემი მოგონილი არ არის, ქალაქში ხშირად გაიგებს და ისედაც საზოგადოებაში ამას რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა მის ფინანსურ ინტერესებს ბაჩიაშვილთან იმ ვთქვათ საქმის ფარგლებში და მის ქვეყნიდან გასვლის საკითხს. გომელაურის შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ინტერესი მისი რეპუტაციული ზიანიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება მაგნიტსკის სიაცთან და სანქციებასთან. ხო, აქ ესე არ არის, რომ ივანიშვილი ესე დაჯდეს და რაღაცა ერთი კონკრეტული მიზნის და ამოცანის ფარგლებში ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ ამაზე ახლა ჩვენ რაც უნდა ვისაუბროთ, რაც უნდა ჩვენ რაღაც ჰინტები, მინიშნებები ვეძებოთ, ესე ვთქვათ, ამ პროცესში იმისა, რომ აი ივანიშვილი კარგავს პოზიციებს, რანაირად კარგავს პოზიციებს კაცი, რომელიც საპატიო თავმჯდომარეა პარტიის ვითომ და სინამდვილეში მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია მის ხელში, მათ შორის საპატიო თავმჯდომარის უფლებამოსილებაც კი ასე ვთქვათ, პარტიული დოკუმენტაციის სრულებით მის ხელშია პრემიერ-მინისტრის დანიშვნის წარდგენის საკითხები. ხო, ხა აი ამ იმაში როგორ უნდა შევიდეთ, რომ აი ივანიშვილი კარგავს, ივანიშვილი კარგავს და ვინ კობახიძე იღებს ამ ძალაუფლებას და ესე კობახიძე თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების ფარგლებში ნიშნავს ახალ მინისტრად ადამიანებს, რომლებიც ასევე ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოსთან ასოცირდებიან. ეს ხო ახლა რაღაც ძალიან ღრმა ინტერპრეტაციაა ჩვენი შესაძლო სურვილების პირობითად ვამბობ, მაგრამ ესე არ არის რა თქმა უნდა. ამიტომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვამარჩიელებთ იმაზე, რაც არარელევანტურია, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ რა პრობლემებია რეალურად ქვეყანაში და აი ამ რაღაცა კარუსელებით რა პრობლემების გადაფარვა ხდება. ამ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ, მათ შორის იმისთვის, რომ საზოგადოებამ გამოიფხიზლოს, დროულად მოეგოს გონს და დაინახოს, რომ ეს კაცი, რომელიც დღეს თანამდებობიდან წავიდა, კიდევ ერთხელ დატოვა ფაქტობრივად პოლიციის ინსტიტუტი დანგრეული, რომელიც მანვე დაანგრია. არც ერთი გაჯანსაღების, სისტემის გაჯანსაღების რეფორმა არ განხორციელებულა. სისტემიდან გარბიან პოლიციელების საზღვარგარეთ ემიგრაციაში. უზარმაზარი გადინება აქვს, ასობით განაცხადი დევს დაუკმაყოფილებელი სამსახური და გათავისუფლებას დაკავშირებით. ამ მოცემულობაზე საუბრობთ. სისტემის გაჯანსაღებას უკვე ახალი მინისტრის პირობებში მოდით ეს კითხვაც დავსვათ და აქვე ის გადაწყვეტილება შევაფასოთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გააცნო ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას. ახალ მინისტრზე რას ფიქრობთ? გელა გელაძე, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე. რა შეიძლება ითქვას ამ გადაწყვეტილებაზე და რა პოლიტიკა შეიძლება ქონდეს ახალ მინისტრ შინაგასაქმეთა და მინისტრის პოზიციაზე? ესეც ნახეთ როგორი მოცემულობაა, ხო? თითქოს ტენდენციად ჩამოყალიბდა ხომ, რომ ძალოვან უწყებაში ნამსახურები ადამიანი როგორც წესი ხდება ხოლმე და განსაკუთრებით სახელმწიფო სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსები უფრო მეტნი, ესე ვთქვათ, იყვნენ წარმომადგენლობითად წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიციაზე. ხო, აქაც რაღაც იმაში ვშევავთ, ეს ადამიანი დანიშნეს შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ მას გამოცდილება აქვს ან ესე ვთქვათ, ვიღაცის ახლობელია და ვიღაც რეკომენდაციით დაინიშნა იქ ვიღაც ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ივანიშვილის ეს შეუთანხმოებულად ესე არ მოხდებოდა, ეს არის უზარმაზარი პოზიცია, რომელიც ივანიშვილის გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია ეგ ადამიანი დაინიშნოს, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ ამ ადამიანზე ხა თქვენ თქვით რომ გაჯანსაღდებაო სისტემაო, ეს შეუძლებელია. რამდენად ელოდებით? არა, ხო და შეუძლებელია საერთოდ ამ მოლოდინის ჩამოყალიბება მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დგას საპოლიციო, ესე ვთქვათ, ძალებზე, ძალოვან, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტებზე, ძალოვან უწყებებზე, იქ სისტემის გაჯანსაღებაზე საუბარი აბსოლუტურად არარელევანტურია და ეხლა ახსნი რატომ?
იმ პირველი რაც შეიძლება გამოავლინოს ძალოვანმა უწყება ამ შემთხვევაში შინაგან სამინისტრომ ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მათ შორის რაც გაჯანსაღებისკენ გადმული ნაბიჯი ეს არის პოლიტიკური ნება სამართლიანობის აღსრულების კანონის დაცვის მარტივად რო ვთქვა. დღეს ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად თვალმოხუჭო პოლიციას, რომელიც პოლიტიკური ესე ვთქვათ ვერდიქტის საფუძველზე, პოლიტიკური ინსტრუქციის საფუძველზე კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებაზე, კონკრეტულ კანონდარღვევაზე რეაგირებს, ხოლო მეორე იგივე კანონდარღვევებზე, უბრალოდ სხვა კანონდარღვევებზე იგივე კანონდარღვევის შემთხვევაში არ რეაგირებს, სელექციურად ხდება, ხო? კანონის აღსრულება შერჩევითად ხდება კანონის აღსრულება ვისაც უნდა ავრცელებენ ამ კანონის უზენაესობას ვისაც უნდა არ ავრცელებენ ამ პოლიციელებს როგორ გააჯანსაღებ რომელსაც ავალებ რომ წავიდნენ სასამართლოში და სუჩვენება მისცენ იმ ათეულობით პოლიტპატიმრის საქმის წინააღმდეგ რომელიც დღეს სასამართლოში არის როგორ შეიძლება გააჯანსაღოს სისტემა რომელიც მთლიანად მომართული ყავს არაჯანსაღი საქმიანობის გაკეთებას შეუძლებელია ესეთი რამ ამიტომ ამ ადამიანს კი დავასრულებ ერთ წინადადებით ამ ადამიანს ეხლა რაც უნდა ასე ვთქვათ ამბიციები გააჩნდეს ეჭვმეპარება მაგრამ გააჩნდეს სისტემის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკურ მოცემულობაში რაც დღეს ქვეყანაში არის და ეს არის ფაქტობრივად გაფორმებული ავტოკრატია ეს უბრალოდ შეუძლებელია სხვა აქტუალური თემებიც გვაქვს ასე რომ ახლა სხვა საკითხებზეც გადავიდეთ აი დონალდ ტრამპის წერილი შევიდა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში მარკო რუბიოს განცხადების შემდეგ ახლა ბევრი ალბათ ამ შინაარსის წერილს არ ელოდით თუმცა ხო ისაოცრებავდა არანაირი კრიტიკა პირიქით ბევრი პოზიტიური გზამვირით მიმართავს ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობების სამომავლოდ ველოდებით ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ასე შემდეგ. ხა მანამდე იყო მარკო რუბიო, რომელმაც მხოლოდ ქართულ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და არა ვთქვათ საქართველოს ხელისუფლებას და კიდევ უფრო მანამდეც ასევე მარკო რუბიო, როგორც ბევრი ფიქრობს, მან საერთოდ ანტიამერიკული უწოდა ქართული ოცნების ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, რაშია საქმე, რატომ ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ერთს და პრეზიდენტი მეორეს? ლელა, მე ბევრჯერ მithქვავს მათ შორის თქვენ ეთერშიდაც, აი აქ და არა მხოლოდ ამ სტუდიიდან, რომ ის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან საუბარი გაგრძელდება, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი და დონალდ ტრამპი ესაუბრება ტერორისტად შერაცხულ პუტინსაც, რომელიც მილიონობით ადამიანს ხოცავს, ესე ვთქვათ, დღევანდელი მის მიერ გაჩაღებული ომის პირობებში. ამიტომ აქ მე ვერაფერს ვერ ხედავ რაღაცა, ასე ვთქვათ, დრამის საფუძველს. დონალდ ტრამპის წერილი ის ვარიანტი, რომელიც ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, ერთ-ერთი ემთხვევა მეგობარი აქტის იმ ნაწილს, რომელიც გულისხმობს, ასე ვთქვათ, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პირობებში, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამ ქვეყანამ, ხო? აი, მნიშვნელოვანწილად ის ამ ნარატივს ეხება და ეხა ბუნებრივია ის, რომ დონალდ ტრამპი გამოდის და ამბობს, რომ მომავალში ის ელოდება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავებას, ამასაც თავის წინაპირობები და ამ წინაპირობებზე საუბარია უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წერილში, რომელიც ჩვენ ნახეთ და მათი მხრიდანაც იქნა კომუნიცირებული. ასევე საუბარია მარკო რუბიოს განცხადებებში, რომელიც თქვენ ახსენეთ და ეხლა ეს საუბარი კი მართალია მე მესმის ქართული ოცნების განზრახულობა, მათი პროპაგანდის ხაზები, რომ აი ჯერ იყო და ტრამპმა თურმე კილომეტრნახევრიდან ჩვენს პრეზიდენტს ხელი დაუქნია და ეს ჩვენ გადავიღეთ და მე ეხლა უკვე პრემიერ-მინისტრს კი არა პრეზიდენტს ვთქვათ წერილობით მიმართა. ეს არის დიდი პროპაგანდა, რომლის მთავარი მიზანი და არსი არის ის, რომ ლეგიტიმაციის უზარმაზარი პრობლემა, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, ამით მოახდინოს ამის კომპენსირება, მაგრამ მოცემულობა და რეალობა არის სხვა. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი. ამ ქვეყანაში ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე ვერცერთ ხელისუფალი ვერ იქნება ლეგიტიმური. რაც შეეხება და დღეს მოცემულობა არის ეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ლეგიტიმაციის დეფიციტს განიცდის ქვეყნის შიგნით. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ არსებულ პრობლემას. არანაირი ოფიციალური პოზიცია ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით, ან იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადადგას საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიულ ჩარჩოში დასაბრუნებლად, არ შეცვლილა. ჩვენ ამ ტრამპის წერილის შემდეგ ნახეთ მეგობარი აქტი მაგალითად წერილში არაფერს ამის თაობაზე ტრამპის მოდით კომუნიკაციის სპეციფიკაციებს ნაბიჯებს რომელიც ბოლო პერიოდში გადადგა საქართველოს ურთიერთობის სპეციფიკაციას ნუ შევეხებით ტრამპის კომუნიკაციაში თავისებურებები აქვს და მოდი ამაზეც ახლა ეს დაუთმოთ შესაბამის ანალიტიკოსებს ამაზე საუბარი კიდევ ერთხელ ტრამპი საუბრობს მაგალითად არ ვიცი ესაუბრება შეიძლება ღიად და არა
საბოლოოდ ღიად ესე ვთქვათ ახურულებთ პუტინსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ საუბარში ის არ ხმარობს იმ დიქტატურის პრობლემებს, რაც რუსეთში ჩამოყალიბდა პუტინის მიერ, ან იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელიც იქაურ პოლიტიკურ რეჟიმს შეეწირა, ესე ვთქვათ. ამაზე ნუ გამოვეკიდებით ახლა ერთმანეთს ან რაღაცა ტრამპის რიტორიკის სპეციფიკაციებში. არა, ეს მნიშვნელოვანია მანამ სანამ თქვენ სამის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრეთ. ჩნდება ახალი კითხვა, მაგალითად თქვენ მეგობარი აქტი ახსენეთ, ბატონ ბექადა. სწორედ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც დღეს გვაქვს ტრამპის წერილის გათვალისწინებით, ჩნდება ახალი კითხვა. რამდენად დიდია შანსი, რომ აი დონალდ ტრამპმა ხელი არ მოაწეროს იგივე მეგობარ აქტს, რომელსაც კი ბატონო აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, თუმცა ჭირდება იმისთვის, რომ ის კანონად იქცეს სწორედ ტრამპის ხელმოწერა. სანამ თქვენ ამას ესე წარმოაჩენთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, გავიგე, კითხვას რო სვავთ და ამბობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და მე კითხვას აყოლებთ, მანამდე ეს აღიქმება შეიძლება ეს საზოგადოებისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანია. სინამდვილეში პრაქტიკული ნაბიჯები, ვინმე სანქციებიდან ამოიღეს, არ ამოუყრეთ. მეგობარი აქტის ცვლილება შეჩერდა სენატის საბოლოო დამტკიცების მიმართულებით არ შეჩერებულა პოლიტიკური განცხადება როგორც ესეთი ან ვაშინგტონის რომელიმე ინსტიტუციიდან ან ბრიუსელის რომელიმე ინსტიტუციიდან შეიცვალა არ შეიცვალა და ეხლა მოდით კიდე ერთხელ აქ არავინ არ ამბობს რომ ეს მომავალში ესე ვთქვათ საუბარი ქართულ ოცნებასთან არ გაგრძელდება გაგრძელდება შეიძლება შეხვედრებიც იყოს შეიძლება ესე ვთქვათ აბა როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ის წნეხი რომელიც დასავლეთიდან მოდის როგორ უნდა ახსოვდეს თუ არავინ არ ელაპარაკა მათ იმ ნაბიჯებზე ნაბიჯებიც აქვს გადასადგმელი ამ ესე ვთქვათ პრობლემის მოსაგვარებლად რა თქმა უნდა ეს საუბარი გაგრძელდება ამის წინაპირობებით შეიძლება შეიქმნას ამ საუბრის შეიძლება შეხვედრების წინაპირობებით შეიქმნას მაგრამ ის პრობლემა, ის საკითხი, რომ ამ ქვეყანაში მოსპო ქართულმოცემამ არჩევნები, რომლის საშუალებითაც მიიტაცა საბოლოოდ ძალაუფლება და ამ ქვეყანაში რომ არსებობს უპრეცედენტო რიცხვი პოლიტპატიმრების და ამ ქვეყანაში აუცილებელია ჩატარდეს და პოლიტიკური კრიზისის დასაცლევად აუცილებელია განიმუხტოს სიტუაცია ნორმალურად ჩატარებული არჩევნები და ხელახალი არჩევნებით. ამ პრობლემას ვერავინ ვერ გადაფარავს და პირველ რიგში ამ პრობლემას ვერავინ ვერ მოაგვარებს ქართველი ხალხის ესე ვთქვათ გარდა და ქართველი ხალხის ნების ესე ვთქვათ საწინააღმდეგო. კარგი, ტრამპის წერილთან დაკავშირებული საკითხი რომ ამოვწუროთ, ბოლო კითხვა უკვე ქართული ოცნების ლიდერების შეფასების კონტექსტში მინდა დაგისვათ 2 დღის განმავლობაში ამერიკიდან მიღებული 2 განსხვავებული შინაარსის წერილი საქართველოს ხელისუფლების პირობებს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ ამერიკაში deep state-ი არსებობს და აი ტრამპის ადმინისტრაციასა და ამ deep state-ს შორის ესეთი გაცხარებული ორთაბრძოლა მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პირველი წერილი, რომელიც მარკო რუბიოს deep state-ი ყოფილა, ესე გვესმის მე პოზიციას გამოხატავდა და წერილი იყო სწორედ deep state-ის მიერ, მეორე წერილი კი დაწერილია უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციაში. ციტატა ეს აჩვენებს ორთაბრძოლას, რაც წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და deep state-ს შორისო წუხელ ღამით გამოეხმაურა მოკლედ კობახიძე ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წელს. რა არის თქვენი პასუხი იმაზე, რომ მარკო რუბიოს სახელით გავრცელებულ განცხადების რეალური ავტორი არის deep state-ი და ტრამპის წერილი დაწერა თვითონ ტრამპმა. აი ამას ვამბობ ხოლმე, ლელა, როცა ვამბობ, რომ რაღაცა კონტექსტით ჩვენ აი ეს საუბრით ვეხმარებით ოცნების პროს სანამ ყოველ ჯერზე სადაც არა გავასრულებთ არ უნდა გამასრულებინო თუ არ გამოეხმაურეთ საზოგადოება უნდა გამოეხმაუროთ კონკრეტულად შეხედე ეს არის იდიოტობა დეზინფორმაცია არ არის ეს არის იდიოტობა ყველა ჯერზე სანამ ამას არ დავარქმევთ ყველა ჯერზე სანამ ამას არ დავარქმევთ იდიოტობას სანამ ამას არ დავარქმევთ რომ ეს არის სრული იდიოტიზმი რომ რუბიოს უწოდო deep state-ის აგენტი და deep state-ის გავლენის ქვეშ ყოფი და ტრამპს დაარქვა deep state-ისგან თავისუფალი ეს არის უბრალოდ იდიოტიზმი და ამ იდიოტიზმის დაჯერებას პროცესი მიმდინარეობს ახლა მთელს ქვეყანაში თავისი ასე ვთქვათ მილიონობით და ასეულობით მილიონობით ღირებულობის პროპაგანდის საშუალებით და ჩვენ რამდენჯერაც ამას გავიმეორებთ იმდენჯერ ამ გარკვეულ ლეგიტიმაციას მოდი ესე ვთქვათ შევძენთ ამ პროპაგანდაზე სინამდვილეში ამას ყოველ ჯერზე როცა ეს იქნება ესე ვთქვათ წამოყენებული ესეთი იდიოტიზმი უნდა დავარქვათ რომ ეს არის იდიოტიზმი არანაირი ესე ვთქვათ შინაარსი აი ამ პროპაგანდის მიღმა არ არსებობს და ეს არის სრული იდიოტიზმი მოხარშული ძალიან ისე ვთქვათ მძიმე ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანების თავში. აი ეს შემიძლია ამაზე მხოლოდ ვისაუბროთ. კარგი, ბოლო რამდენიმე წუთი დაგვრჩა და უფრო მეტი დროის დათმობა მინდოდა დღეს ამ თემისთვის, თუმცა სხვა უფრო ცხელმა თემებმა ჩაყლაპა, ასე ვთქვათ. აუცილებლად უნდა გითხოთ თქვენი პარტიის
ყრილობაზე, რომელიც გუშინ გაიმართა და განცხადებებზე, რომელიც თქვენი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ სწორედ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კრიტიკა ახლავს გახარიას პოზიციას, მაგალითად იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება იძულებული გახდა ადამიანებზე ეძალა და მაყურებლებისთვის რომ გასაგები იყოს კონკრეტულად რა განცხადებაზეა საუბარი, მოდით მოკლე ამონარით წავიკითხავ. ეს ის ხელისუფლება, რომელმაც ღირსებისა და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა, მე იმას არ ვამბობ, რომ უნდოდა და სიამოვნებდა, იძულებული გახდა ეძალა და საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაიჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ეს იყო სწორედ გახარიას განცხადება, რაზეც ბევრი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერი შეეცადა ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების გამო სახელმწიფო პარტიის პასუხისმგებლობა შეემსუბუქებინა. რამდენად არის ეს ასე, მარტივად კითხავთ და რა პასუხი გაქვთ ადამიანების მიმართ, რომელთა კრიტიკის ქარცეცხლში მე შევამჩნიე გუშინ ქარცეცხლი, მაგათ ქარცეცხლი. მოკლედ, მე შევამჩნიე გუშინ, რომ ისე ძალიან სამწუხაროა, რომ მედია გარემოც გუშინდელს გამოხმაურებებს და ამ გამოყენებას გულისხმობ მედიისას, არის ძალიან პოლიტიზირებული მათ შორის და ყველა პარტიას, რა ვიცი, მე მგონი ჩვენს გარდა თავის ტელევიზია აქვს და თავის ტელევიზიით პროპაგანდირებს, ესე ვთქვათ. აი, უამრავ სხვა საკითხზე მნიშვნელოვანზე იყო იქ საუბარი, რომელიც ეხებოდა მაგალითად რამდენად, ესე ვთქვათ, რადიკალიზებულია პოლიტიკური ველი ორივე მხარეს, ოცნების მხარესაც და ოპოზიციის მხარესაც, ერთი რომ თავის თავს მხოლოდ ევროპელებად თვლიან მარტო ამ ქვეყანაში და სხვას ყველას პრორუსულ ეძახიან და მეორე მხარეს აგენტებად თვლიან ყველას და თვითონ პატრიოტებად წარმოაჩენენ თავის თავს, სინამდვილეში რა თქმა უნდა არც ერთია ესე და არც მეორე ბუნებრივია და ამასთან ერთად ბევრი სხვა საკითხიც იყო და აირჩიეს ყველაზე უწყინარი მე ვიტყოდი საკითხი, რომელიც უკანაც იდო ძალიან მარტივი რამ. ქართული ოცნება არის თავისივე მხრიდან ჩაკეტილ წრეზე მორბენალი, ასე ვთქვათ, სუბიექტი, რომელმაც გადადგა ნაბიჯები იმისათვის, რომ მოტაცებული ფული, მოპარული ფული, მოდი ესე ვთქვათ, მიტაცებული ძალაუფლებით დაეცვა და ისეთი წითელი ხაზები გადალახა, რომ ამ წითელი ხაზების უკან მოტრიალება, გადმოლახვა, უკან გადმოკვეთა ნიშნავდა ძალაუფლების დაკარგვას, იმ ფულის მოპარული ფულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და მოუწია იმ ესე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტი წითელი ხაზის გადაკვეთა, მათ შორის იძულებული გახდა, რომ ფიზიკურად ეძალა და თავის მოქალაქეებს. ამაზე იყო საუბარი და მაგრამ ეს ისე წარმოაჩინეს სწორედ იმ ესე ვთქვათ მედია საშუალებების დამფინანსებლებმა და მფლობელებმა პოლიტიკური სპექტრში, ვითომ ეს იყო რაღაცა, არ ვიცი, პასუხისმგებლობის აცილება ქართული ოცნებისთვის დავასრულებ ლელა ერთი წინადადებით, მაგრამ ეხლა ჩვენ ამის მიმართაც უკვე როგორ ვართ, იცით რომ ეს ჩვენთვის მოცემულობაა, რომ ადამიანები ყოველ ჯერზე, რა ვიცი, ყოველ შაბათ-კვირით გამოდიან, ხან იძახიან, რომ ჩვენი პოზიცია ესეთი იქნება, ხან იძახიან, რომ ისეთი იქნება, ლეგიტიმაციის პარლამენტში შევართ, მე არ შევდივართ, მე ლეგიტიმაციას მივცემთ, არ ვაძლევთ, მე ხან ბიზნეს პროექტს გვეძახიან, ხან ნაცებს გვეძახიან მეორე მხრიდან. ამის მიმართ ჩვენ გამოვიმუშავეთ ძალიან სერიოზული იმუნიტეტი და ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ველა და თავის ამოცანებს და მიზნებს და საზოგადოებას აუხსნან, როგორ აპირებენ ბოიკოტის პირობებში, არჩევნების ბოიკოტს გულისხმობ, რა არის მათი გეგმა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ეს ქვეყანა დაბრუნდეს ევროპულ გზაზე. შეეხება, კი ბატონო, გიორგი გახარია კრიტიკული იყო სხვათა შორის გუშინ, არა მხოლოდ ქართული ოცნების მისამართით, არამედ კრიტიკა ისმოდა ოპოზიციური ძალების მისამართითაც და იყო შეფასებები, რომ ვითომ ევროპელები მოკლედ დაახლოებით ამ შინაარსის შეფასება გამოგივიდათ ოპოზიციური სპექტრის მისამართით. კარგით, განმარტეთ მაშინ, რას ერჩით და რას უწუნებთ სხვა ოპოზიციურ ძალებს, რატომ გაკეთდა მათი მისამართით განცხადება, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ იქნება ევროპელი, მათ აქვთ თითქოს ასეთი არ შეიძლება ქვეყანაში, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი მათ შორის გუშინდელი ამ კომუნიკაციის და ამაზე უნდა ყოფილიყო შესაბამისი აქცენტები გაკეთებული. აქ არის საუბარი რადიკალიზაციის ხარისხზე. რადიკალიზაციის ხარისხი სწორედ ამ ქვეყანაში განპირობებულია მათ შორის იმით და ვის აწყობს პირველ რიგში ესეთი რადიკალიზაცია. პირველ რიგში ესეთი რადიკალიზაცია აწყობს მართლ პარტიას და ისინი ამას ხელს უწყობენ, რომ გამოდის მაგალითად ოპოზიცია და ამბობს, რომ აი ქართული ოცნება არის სრულად პრორუსი, იქ არავის არ სურს ამ ქვეყანაში დასავლეთ რაღაც დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ისინი გამოდიან და პირიქით ამბობენ, ხომ? რომ აი ყველა მთელი ოპოზიცია არის სხვა ქვეყნის აგენტი, ჩვენ ვართ მხოლოდ პატრიოტები. და აი ჩვენი მხარდამჭერები ხართ მხოლოდ პატრიოტები, დანარჩენები არიან ყველა აგენტები. მხარდამჭერები ოპოზიციის აქტივისტები, ვინც ქუჩაში დგას, ყველა არის აგენტი. მე ეს იწვევს ძალადობას, ეს იწვევს ქუჩაში ადამიანების თავდასხმას, არა მხოლოდ ძალადობრივი ინსტიტუტების მხრიდან. როგორი უნდა იყოს მათი რიტორიკა?
ვისი არ რიტორიკა? უნდა იძახო, რომ დიახ თვითონ ყველას არიან რიტორიკა ლელა უნდა იყოს თანმიმდევრული. არ შეიძლება ტყუილით ებრძოლო ტყუილს რე. ეს არ შეიძლება. უნდა იყოს სიმართლე, ნასაუბრები, უნდა იყოს თქმული ის, რაზეც მაგალითად გახარია მისაუბრა გუში, რომ კერავის სიამოვნებს იქ არავის შეიძლება ცედად უტრირებულია, მაგრამ მერწმუნეთ, ქართული ოცნების მხარდამჭერების უმრავლესობასაც კი თავისი ესე ვთქვათ კრიტიკული პოზიცია ჰქონდა იმ ძალადობის სცენებზე, იმ ძალადობის ქმედებებზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა და მაგიტომ მოუწია ქართულ ოცნებას ამ ძალადობის მექანიზმის ესე ვთქვათ რაღაცნაირად შეცვლა და მერე გადასვლა სხვა მეთოდებზე, ფინანსური წნეხის და ასე შემდეგ. ამიტომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ ტყუილით ებრძოლო ტყუილს. უნდა ისაუბროს სიმართლე და ამის საშუალება უნდა მისცე ყველას, რომ ისაუბროს სიმართლე, მათ შორის შენ მიერ დაფინანსებული ტელევიზიის საშუალებით.